სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად იქცა. ჰოლოგრამასთან შეხება და მასთან ფიზიკური ინტერაქცია უკვე შესაძლებელია. დიახ, ეს ყველაფერი შერეული რეალობის ტექნოლოგიების წყალობით. ახალ კვლევაში, რომელიც ჰოლის ღია არქივში შეგიძლიათ ნახოთ, მეცნიერება 3D ჰოლოგრამასთან ინტერაქციის ინოვაციური ტექნიკა შეისწავლეს. ამისათვის სპეციალური ელასტიკური მასალები გამოიყენეს. კვლევარებმა აჩვენეს, რომ 3D გრაფიკასთან ინტერაქცია შესაძლებელია. მაგალითად, ვირტუალური კუბის ხელით დაჭერა და გადაადგილება. ეს ისე ხდება, რომ ჰოლოგრაფიული სისტემა არ ზიანდება. კვლევა ახალია და მას კიდევ გადახედვა სჭირდება, მაგრამ მეცნიერებმა შედეგი ვიდეოში უკვე აჩვენეს. კვლევარებმა თავიანთი დასკვნები CHI კონფერენციაზე წარადგინეს, რომელიც 26 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდა. ოდესღაც ჰოლოგრამების სამეცნიერო ფანტასტიკა იყო და შემდეგ ის რეალობად იქცა. ახლა ამ ჰოლოგრამებთან ფიზიკური ინტერაქცია სამეცნიერო ფანტასტიკაა და როგორც ჩანს, ეს ასე დიდხანს აღარ იქნება. ვოლუმეტრული, ანუ მოცულობითი ეკრანების მთავარი კომპონენტი, რომლების ჰოლოგრამებს წარმოაჩენს, არის დიფუზორი. დიფუზორი თავის მხრივ სწრაფად მოძრავი, ოსცილირებადი მყარი ფირფიტაა, რომელზეც ათასობით გამოსახულება სხვადასხვა სიმაღლეზე სინქრონულად ჩანს. ამის შედეგად იქმნება 3D გრაფიკა, ანუ სწორედ ეს პროცესია, რის შედეგადაც ჰოლოგრამას ვიღებთ. ჰოლოგრამასთან ინტერაქციისას პრობლემა იმაშია, რომ თუ რხევისას ადამიანის ხელთან გადაიკვეთება, ის დაზიანდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ბევრად მოქნილი მასალის შექმნა. თუ კონკრეტულად რა მასალა გამოიყენეს, ამისთვის კვლევრებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მუშაობს. არის მეორე პრობლემაც. როდესაც ადამიანი ეხება ჰოლოგრამას, მასალა ირღვევა და იბრიცება, დეფორმირდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა გამოიყენეს სურათის კორექციის ტექნოლოგია. საუბარია ისეთ სისტემაზე, რომელიც წამიერად აფიქსირებს მასალის დეფორმაციას და ავტომატურად ასწორებს გამოსახულებას. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.